ჩვენი ინტელექტის განვითარების სამსაფეხუროვანი სისტემა საშუალებას იძლევა მოკლე დროში აუმაღლოთ ჩვენს მსმენელებს ინტელექტის დონე. და ამისათვის ვიყენებთ სამი მხრიდან შეტევას ჩვენი მსმენელების ინტელექტის განვითარებაზე. ეს არის პირველი ცნობილი ადამიანი, გავდივართ ბიოგრაფიებს ცნობილი ადამიანის წვლილს მათ მიერ შეტანილ წვლილს კაცობრიობის განვითარების საქმეში, ეს იქნება სოკრატე, ეს იქნება ნიკოლო მაკიაველი, ეს იქნება ვინსენტ ვან გოგი. ჩვენ მსმენელმა კარგად უნდა იცოდეს არა მხოლოდ პაბლო პიკასოს ბიოგრაფია, არამედ პაბლო პიკასოსთან ერთად კუბიზმის მნიშვნელობა და ზოგადად მხატვრობაში სხვადასხვა მიმართულების მნიშვნელობა და სახელწოდებები მაინც. მეორე მიმართულება არის სახელმწიფო, ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი. ჩვენ გავდივართ ამ სახელმწიფოების ისტორიას, განვიხილავთ ამ სახელმწიფოების მნიშვნელოვან წვლილს კაცობრიობის განვითარების საქმეში შეტანილს და აი მაგალითად ჩინეთში არ მხოლოდ მინის და ცინის დინასტიას, არამედ ჩინური ფაიფურის კულტურას, ჩინური ჩაისმის კულტურას, დიდ ჩინურ კედელს, კონფუცის და ასე შემდეგ. და რაც თავარია მესამე მიმართულება და ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის წიგნი, ჩვენ ვკითხულობთ წიგნებს 12 კვირიანი კურსის ფარგლებში, ჩვენი მსმენელი უმნიშვნელოვანესი მწერლების, როგორც არის ერნესტ ჰემინგუეი, შკვა კუტაგავა, გაბრიელ გარსია მარკესი, ერიხ მარია რემარკი, აიენ ბუმბერაზი მწერლების თვითონ ნაწარმოებს კითხულობენ. აიხსენეთ ბოლოს, როდის წაიკითხეთ თქვენ სამთვეში 12 წიგნი და არა მხოლოდ წაიკითხავთ ჩვენი მსმენელები ამ წიგნებს, არამედ გავარჩევთ კიდევაც და განვიხილავთ ლექციებზე ამ სულ ნაწარმოებებს. ძალიან მოხარული ვარ, რომ სულ დაინტერესდა ინტელექტის განვითარების ჩვენი სისტემით და ძალიან მიხარია, რომ სოლოს მომხმარებელს ექსკლუზიურად შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენი კურსების გავლა.